მოგესალმებით. თუ შეიძლება სიჩუმე ხო? მეც არ შემიძლია ხმამაღლა საუბარი და დღეს საერთოდ მინდოდა ნებაზე მელაპარაკა, აი ღმერთის ნება და ადამიანის ნება ძალიან აქტიურად რომ ვიყენებთ ხოლმე რეალურად საუბარში. განსაკუთრებით ღვთის ნება, ესეთი ისე მარტივად საუბრობთ ხოლმე ამაზე ადამიანები. გნებავთ სასულიერო პირები, გნებავთ ჩვეულებრივი რიგითი მორწმუნეები თუ არა მორწმუნეები. და მინდა რომ აი ამ თემებზე უფრო სერიოზულად ვიფიქროთ, ერთად გავიაზროთ ზოგადად ნებელობის ფაქტორი. სათაური მგონი ესეთი იყო, ხო, ნებელობა, ღმერთი, ადამიანი და რეალობა, ხო? ანუ რეალობა რაღაც მიმართულება მინდა ბოლოს მივცი ამ ყველაფერს, ანუ ყველაფერი მაინც ჩვენი ცხოვრების ირგვლივ ტრიალებს, იმ მოვლენები, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. და ხშირად ადამიანს, როდესაც პასუხი არ აქვს, ვერ იგებს, ვერ ხსნის რა ხდება მის ცხოვრებაში, ხო? ნუ ფიქრობს, რომ ღმერთის ნება, ნუ ფიქრობს რაღაც დაშვება, ეშმაკის ნება, რაღაც იღბალი ბედი. და აი სტრესული გარემო რა გარემოში ცხოვრობს კაცობრიობა, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, მიუღებლობა რეალობის, ხო? ანუ ადამიანი სტრესში ვარდება, იმიტომ რომ მას არ შეუძლია მიიღოს ის რეალობა, რა რეალობაც მის ცხოვრებაში ხდება. სულ ერთია რა ასაკში იქნება ადამიანი, ახალგაზრდას აქვს თავისი მიმართება ცხოვრებასთან შედარებით უკვე ასაკში ადამიანებს კიდევ უფრო თავისი და უფრო პრეტენზიული, იმიტომ რომ თვლიან რომ ძალიან ბევრი გაიგეს, იცხოვრეს გამოცდილება. და ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია, მეაჩნია ადამიანს. მე მინდა რომ ერთად ვიფიქროთ ხოლმე ამაზე. ძალიან ხშირად განსაკუთრებით აი ღმერთის ნებას ვეხებით ხოლმე ადამიანები ძალიან მარტივად რა, და ვსაუბრობთ ხოლმე განსაკუთრებით ის ადამიანები თითქოს რომლების თვლიან რომ რაღაც უფლება მოსილნი არიან ღმერთზე ილაპარაკონ რაღაცა კოსმოსიდან წამოსულ აზრებზე ისაუბრონ და მე მინდა რომ ამაზე ვიფიქროთ დღეს ყველამ ერთად აბსოლუტურად. როდესაც ადამიანი საუბრობს, რომ აი განსაკუთრებით მორწმუნე კატეგორია საუბრობს, რომ ის ცხოვრობს ღმერთის ნების მიხედვით და აი ღმერთის ნება არის ეს, ღმერთის ნება არის ის, ეს თითქოს კი არა გამოდის, რომ ადამიანმა იცის რა არის ღმერთის ნება. აი ეს არის ძალიან საინტერესო, არ ვიცი თუ დაფიქრებულ ხართ ამაზე და თუ არ დაფიქრებულ ხართ, ეხლა მინდა რომ დაფიქრდეთ რა. როდესაც ჩვენ საუბრობთ ღმერთზე, ღმერთის ნებაზე, ღმერთის მოქმედებაზე, რომ ეს იყო ესეთი, ხშირად არის შეკითხვები მოძღვარს, როდესაც ეკითხებიან, რომ აი ეს რა არის ნება ღმერთის თუ დაშვება ღმერთის. ზოგი იქამდეც მიდის, რომ თითქოს ფიქრობს, რომ აი ის რომ სამყაროში ამდენი უბედურება, ამდენი ბავშვი შიმშილით კვდება, ამდენი ომია, ესეც ღმერთის ნება. იქ მე სასულიერო პირები ხსნიან, რომ ეს ნება კი არა დაშვებაა და ასე შემდეგ. ანუ საუბრობთ თემებზე რეალურად რასაც წარმოდგენა არ აქვს რა. მე არ ვიცი, ან სასულიერო პირმა საიდან იცის რა არის ღმერთის ნება. ძალიან საინტერესოა, ხო? ანუ გამოდის, რომ ვიღაცებს ღმერთი უცხადებს თავის ნებას და ეს არის ძალიან ღრმად არასერიოზული რეალურად. და ამიტომ ვფიქრობ, რომ სანამ ეს ღმერთის ნების საკითხს შევეხებით, ჯერჯერობით გავარკვიოთ ადამიანის ნება რა არის ცხოვრებაში და მგონია, რომ ყველაზე რეალური ანუ რეალობასთან ადამიანს სწორედ და მიაახლოვებს იმის გააზრება, თუ რეალურად მისი ნებელობა რა არის ცხოვრებაში, რომ მოქმედებს ადამიანი, აი საინტერესოა საკუთარი ნებით მოქმედებს, თუ სულაც არ აქვს არანაირი ნებელობა. საერთოდ გეტყვით ერთ რამეს, რომ აი აღმოსავლეთში მაგალითად ნებელობა ითვლება უკვე უმაღლეს გამოვლინებად, ნებელობის გაღვიძება. ნუ ყველა უდიდეს მოაზროვნეს, განსაკუთრებით გამოყოფა შრია აურუბინტო მას წიგნიც აქვს ესეთი ფსიქიკური არსება დაწერილი და სწორედ იქ საუბრობს, რომ აი ნებელობის გამოღვიძება ადამიანში ეს არის პრინციპში ადამიანის ყველაზე მაღალი მდგომარეობა. ნებელობა გამოღვიძებული ადამიანი არის აბსოლუტური მართველი საკუთარი თავის. აი მე მინდა ახლა უბრალოდ ამას მივყვეთ რა. რამდენად ძლიერია ჩვენში ჩვენი საკუთარი ნება. დავანებოთ ახლა ღმერთს თავი,
ეშმაკებს, ავტორიტეტებს, საერთოდ ყველას დავანებოთ თავი, რაც არ გვინახავს, არ ვიცით და მხოლოდ რწმენის დონეზე შეიძლება შევეხოთ. საინტერესოა ჩვენი ცხოვრება, რომელიც შედგება ყოველდღიური წვრილმანებისგან და ყოველდღიური წვრილმანები აგებს სწორედ ცხოვრებას. საინტერესოა როგორია რამდენად დიდი როლი უჭირავს ამ ყველაფერში ადამიანის ნებელობას, ანუ ადამიანის გაცნობიერებულ მოქმედებას. მე მინდა რომ ამაზე ხა იფიქროთ ჩემთან ერთად რეფლექსია გქონდეთ უბრალოდ, როდესაც როდესაც იწყებთ მოქმედებას დილიდან, რამდენად ჩართულია ამაში თქვენი ნებელობა. რამდენად ცხოვრობთ ისე, როგორც გინდათ რომ ცხოვრობდეთ და ეს არის ყოველდღიური წვრილმანებისგან. ხო ცხოვრებას ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, მე ვცხოვრობ, ეს ცხოვრება არ არის აბსტრაქტული რაღაც. ხო ჩემი ცხოვრება არის ყოველი წუთი, ყოველი წამი, ყოველი საათი, ყოველი მომენტი, რომელ მომენტშიც მე ვიმყოფები. აი მე მინდა ახლა ამაზე იფიქროთ, რამდენად მოცემულ მომენტში თქვენ აცნობიერებთ იმას, რასაც აკეთებთ, ან რასაც აკეთებთ, გაგვთ გაცნობიერებული. აი ეს ძალიან საინტერესოა, ხო? საბოლოო ჯამში ადამიანის ცხოვრება ხშირად მოშლილი უკვე არ შემდგარი, არ რეალიზებული, ეს აჩვენებს აი ფსიქოლოგიაში დაკვირვება აჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანმა თავისი გზა ვერ იპოვა, ამ ადამიანმა საკუთარი თავის რეალიზაცია ვერ მოახერხა და შემდგომში როგორ ხდება ახსნა ამის, ხო? იღბალი, ალბათ ღმერთის ნება არ იყო, ალბათ არ იყო, რაღაცა არ დავიბადე იმ მდგომარეობაში, იმ ცხოვრებაში, იმ გარემოში, ხო? ხო ძალიან საინტერესო მომენტია. იცით რატო ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? ეს არის ჩვენი ცხოვრება. ხო? ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და თუ ამჟამად თქვენი ცხოვრება ქაოსისგან შედგება, იცოდეთ, რომ აი ამ ქაოსში დამნაშავე არის ჩვენი საკუთარი აზროვნება, ჩვენი საკუთარი ცნობიერება, რომელიც არავინ არ იცის რა დონეზეა ჩართული ამ ყველაფერში. აი ვისაც ესეთი რეფლექსიები არ აქვს და არ უფიქრია, თუნდაც არ უსმენია ესეთი ტიპის ლექციები, ხო? ძალიან დიდი მოაზროვნები კითხულობდნენ ამ ლექციებს, ყველაფერი დევს ახლა YouTube-ზე წიგნებში. არიან ადამიანები, ახლა შეიძლება გაგიკვირდეთ, არიან ადამიანები საერთოდ წარმოდგენა რო არ აქვთ, რომ სამყაროში ესეთი ტიპის აზროვნებაც არსებობს, ხო? აი ჩვენ რასაც ვეძახით შეზღუდულ ძალიან განპირობებულ გონებას, ვიღაცა ერთი რელიგიით მოქმედებს, ვიღაცას ის რელიგიაც არაა გაცნობიერებული, უბრალოდ მისი ცნობიერება ნორმალურად ჯერ არც დაბადებულა და ინსტინქტების დონეზე ცხოვრობს, ხო? აი ესეთი ადამიანები ხშირად ყოველთვის გაოცებას გამოთქვამენ ხოლმე, როდესაც ეუბნები, რომ შენ არ გესმის, რას აკეთებ, შენ არ მოქმედებ შენი ცნობიერებით და შენ არ გაქვს ჩართული ცნობიერება, გაკვირვებული გიყურებს, რომ როგორ, გიჟი გონი ვარ, ადამიანს ეს საერთოდ ხო სიგიჟე გონია. საერთოდ ეს ძალიან მოდაშია ხა ესეთი მომენტალურად დიაგნოზებს რომ დაუსვამენ ხოლმე ფსიქოლოგიური ტერმინებით ადამიანები საკუთარ თავს ხვეებს, თუმცა არაფერი წაკითხული გაგებულიც არ აქვს ფსიქოლოგიაში, მაგრამ რაღაც ესეთი ტერმინების რახარუხი რომ მიდის. არა და რეალურად მე ვფიქრობ, რომ დაკვირვებული ადამიანი მიხვდება, რომ ძალიან მცირე პროცენტი სამყაროში ცხოვრობს რეალურად გაცნობიერებულად, ანუ ჩართული ცნობიერებით. და ალბათ სადღაც 90% მაინც ინსტინქტურად მიყვება საკუთარ სურვილებს, საკუთარ შესაძლებლობებს, რასაც ის აცნობიერებს, რა თქმა უნდა. და ყველაზე მეტად ადამიანი, რომელსაც შეცნობა აქვს დაწყებული საკუთარი თავის, აი იმას სწორედ მაგას აცნობიერებს, რომ ყველაზე რთული დედამიწაზე ყოფილა გაცნობიერებული ცხოვრება, როდესაც ყოველი წუთი, ყოველი წამი გესმის აბსოლუტურად შენს გონებაში რა პროცესები მიდის, რა ფიქრები მიდის და შემდგომში ეს თქვენი ფიქრები როგორ გარდაიქმნება ქმედებებად და როგორ იწყებს უკვე გარეთ გამოსვლას და როგორ ხდებით თქვენ თვითონ ადამიანი ისე რომ ვერც კი ხდებით შემოქმედი იმ დრამის თუ იმ კომედიის თუ იმ ტრაგიკომედიის, რასაც შემდგომში ცხოვრებას ვეძახით და რო ვერ აცნობიერებს ადამიანი, სწორედ ის მეტყოლებს ამაზე, რომ მას საბოლოო ჯამში უიღბლობაზე პასუხი და პრეტენზიები აქვს ღმერთთან, ვიღაც მშობელთან, რა ვიცი,
თავისი ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთთან, მეორესთან, მესამესთან, ხო? სწორედ ეს აჩვენებს, რომ ადამიანი საერთოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ ქმედებას. თუმცა, ეხა ესეც არ არის, ხო, ადამიანი აბსოლუტურად ვერ ხვდებოდეს, ეხა ესეც არ არის, ხო, მეორე უკიდურესობა, ადამიანი მოაზროვნე არსებაა, ადამიანი ეს არის არსება, რომელიც მთელი ცხოვრება ინტელექტუალურად რაღაცას იმეცნებს, სწავლობს, ამთავრებს, უმაღლეს სასწავლებლებს აქვს სხვადასხვა ფერის დიპლომები, ხარისხები და რა ვიცი კიდე, ხო, მიდიან წინ ადამიანები და აი საინტერესო აქ ისმება კითხვა, ეხლა ნუ თუ ვერავინ ვერაფერს ვერ აცნობიერებს, ნუ თუ აი ეს ადამიანები, რომლებიც ამდენს კითხულობენ, ამდენს წერენ, ამდენს ფიქრობენ, აი ეს ადამიანები ნუ თუ ვერაფერს ვერ ხვდებიან რეალურად და ცნობიერება არც მათ არ აქვს ჩართული, იმიტომ რომ ხშირად აი ესეთი ძალიან ხშირად რეალიზებული ადამიანები, ხშირად ძალიან განსწავლული ადამიანები საზოგადოებაში, რომ ძალიან რესპექტაბელური ტიპები არიან, ძალიან დეპრესიულები არიან ასაკში, ხშირად დაცლილი არიან ადამიანური აი ესეთი სიკეთის თუ ესეთი პოზიტიური ემოციებისგან და ჩაკეტილები საკუთარ ნაჭუჭში მხოლოდ რაღაც იდენტობები გააქვთ საკუთარ ხარისხებთან, საკუთარ ცხოვრებასთან, განმდევობებთან. საინტერესოა ხო რა ხდება, როგორ ადამიანი ვერაფერს ვერ აცნობიერებს? და ისევ სადღაც საწყისიდან უნდა დავიწყოთ ამ ყველაფერის, აი პასუხი რომ გავცეთ ამ ყველაფერს, ხო ძიება ისევ ჩვენს ღრმა ბავშვობაში უნდა დავიწყოთ ჩვენი ღრმა ბავშვობიდან. ზოგადად შეიძლება უკვე გლობალურად კაცობრიობის ბავშვობიდან, მაგრამ კაცობრიობის ბავშვობა მაინც შედგება თითოეული კონკრეტული ადამიანის ბავშვობიდან და ჩვენ თუ არ გავაცნობიერეთ ჩვენი ბავშვობა, ჩვენ ვერ გავიგებთ ზოგადად რა იყო კაცობრიობის ბავშვობა, თორე არიან ადამიანები ფილოსოფიურ წიგნებს წერენ და სულ შესწავლილი აქვთ ჰეგელი, კანტი, ჰაიდეგერი, იასპერსი, მაგრამ აი ხვდები, რომ პრინციპში ფსიქოლოგიურად იმპოტენტები არიან, ყველაზე მთავარი ვერ მიაღწიეს ცხოვრებაში. ანუ ეგას როგორ შემიშინდა? ამ წარსულზე ვაპარაკობ, ან მომავალთან რა, ან უნდა გავიგოთ ჩვენამდე რა იყო, ან ჩვენსმენ რა იყო. ანუ აი ამ მომენტში ისმენთ და არაფერი შეიძლება. უკაცრავად ვერ გავიგე რა გქონდათ. ველაპარაკებთ ან გამოცდილებაზე რომელიც იყო, ან გამოცდილებაზე რომელიც იქნება. აი მომენტი შეცვლაზე ერთი წუთით რა, აი ხა ძალიან დიდ დროს მართმევთ და შეკითხვები თქვენ ტყობა პირველად ხართ. თუ შეიძლება ბოლოს ხო? აი რომ დავასრულებთ ლექციებს, მე ვისაუბროთ ხო მაგ თემაზე, ანუ შეკითხვა დაიმახსოვრეთ რა. როგორ შემეშინდა. ხო და ანუ მივდივართ ისევ ჩვენს ბავშვობასთან, ხო? ანუ ისევ და ისევ იწყება ყველაფერი იმ მომენტიდან, როდესაც იწყება ჩვენი გონების ავსება. სხვადასხვა ტიპის სწავლით, სხვადასხვა ტიპის ცოდნით, სხვადასხვა ტიპის ტრადიციებით, გნებავთ სტერეოტიპებით და პროგრამა, რომელიც იდება ადამიანში, ეს ბოლო 3 ლექცია უკვე სულ ამ პროგრამაზე ვსაუბრობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ ის რომ რაღაცა ინტელექტუალურად მოусმინო, არაფერს არ ნიშნავს, თუ ეს პროგრამა შენ საკუთარ თავში ვერ აღმოაჩინე ადამიანმა და ეს თუ ვერ გააცნობიერე უბრალოდ, როგორ არის ეს გონება გადავსებული რაღაც პროგრამით და შემდეგ აი ამ პროგრამაში ამას რატო გიყვებით, იცით რომ აი თითქოს როდესაც ადამიან შემდგომში ღმერთთან პრეტენზიები ეწყება, ხშირად ესეთი ადამიანი გულწრფელად გიყვება, რომ მან მართლა გააკეთა ყველაფერი ისე როგორც ასწავლეს, აი ერთი ასაკოვანი ქალბატონი იყო ჩემთან მოსული და ის მიყვებოდა ძალიან გულწრფელი იყო ამაში, გულწრფელად მიყვებოდა, რომ ყველაფერი ცხოვრებაში ზუსტად ისე გააკეთა, როგორც ასწავლეს. ნუ ეს კომუნისტურ ეპოქაში გაზრდილი ქალბატონი იყო ძალიან კარგი შვილი, ძალიან კარგი მეუღლე, დაამთავრა რაღაცა, ისწავლა რაღაცა, ნუ რაღაც პარტიის წევრი იყო, რაც მნიშვნელოვანი, ყველაფერი ზუსტად ისე დაალაგდა მის ცხოვრებაში და ამ ადამიანმა რეალურად ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინა. იცით რა ტრაგიკულია, როდესაც ხედავ, რომ აი ადამიანმა არაფერში გაიარა ადამიანის ცხოვრება. ეს საკმაოდ ჭკვიანი ქალბატონი იყო, გონიერი ქალბატონი იყო და დღეს მიხვდა, რომ აი ეს ყველაფერი აბსოლუტურად დღეს უკვე არაფერი აღარ არის, იმდენიც კი ვერ მისცა, რომ დღეს უკვე აი სხვა რეალობასთან, როდესაც დადგა, საერთოდ ვერ გაიგო როგორ უნდა იცხოვროს. და აი აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ იმის გაცნობიერება, რომ ის რასაც ხშირად ჩვენ ვასრულებთ ძალიან ზედმიწევნით, გნებავთ რელიგიურ
რელიგიური ადამიანი იყო და ნამდვილად ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა ადამიანი ყველაფერს რაც რელიგიაში გიწერია და საბოლოოდ გამოსავალი მაინც არ არის. გიფიქრიათ ხო, აი ადამიანი გიყვება რომ იყო წესიერი, იყო პატიოსანი, ისაკეთა და ამ დროს ვიღაცა რომელიც იყო ცოტა კრიმინალისგან გადახრილი, ხშირად არასწორ ჩვენი შეხედვით არასწორი ხო? ჩვენ ხო ზუსტად ვიცით რა არის სწორი და რა არის არასწორი. ანუ სოციუმში არსებული აი იმ კანონებით, იმ გნებავ სათნოებებით ადამიანმა ზუსტად იცხოვრა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიხვდა რომ ვერც პირად ცხოვრებაში, ვერც სოციალურ ურთიერთობებში მან აბსოლუტურად ვერაფერი ვერ ქნა. ნუ ამ ქვეყანაზე მოკლედ ვერაფერი ვერ მიაღწია და ნუ რელიგიურ ადამიანს აქ ერთი ნუგეში რომ ხო სამოთხეში მაინც მოუხვდები, მაგრამ ნუ ყველა ეხლა ესე არ ფიქრობს ხო და ყველა ესე არ ცხოვრობს რომ ხო ჯანდაბას აქ წავალ სამოთხეში. აი ამიტომ ვცდილობ ეს ყველაფერი აგიხსნათ და მერე იწყება ზუსტად ფიქრი პირველი რომ ალბათ ღმერთის ნება ეს იყო და მე სწორედ აი ეს მინდა დღეს გავარჩიოთ არის თუ არა რეალურად ღმერთის ნება ის რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება გესმით რას ვამბობ არის ეს ღმერთის ნება არის ეს ადამიანის ნებელობა თუ არის ეს აბსოლუტურად გაუცნობიერებლობა იმ რეალობის რა რეალობაც ჩვენს გზაზე დგება. აი ესეთი ის გვიდევს ჩვენ ინსტიტუტში, არ ვიცი თუ წაიკითხეთ კრიშნამურტის გენიალური გამონათქვამი, რომ ჩემი საიდუმლო იმაშია, რომ არასოდეს არაფერს ვეწინააღმდეგებოდი და აი ცოტა ხანი ამას გავშლი, იმიტომ რომ პირდაპირ პასუხობს თემატიკას რა. ხშირად გონიათ ხოლმე, როდესაც აღმოსავლეთი ამბობს, რომ არასოდეს არ შეეწინააღმდეგო არაფერს, ადამიანს გონია, რომ ის უნდა იყოს ინერტული, არაფერი აკეთოს, აბსოლუტურად იყოს მოშვებული და აი მიყვეს და ხშირად ამბობენ, რომ ინდოეთში ესეც ცხოვრობენო რა, ნუ კლიმატი ისეთია, რომ ძალიან თბილი და ადამიანი არის წამოწოლილი მთელი ცხოვრება, არც ეჭმელი აქვს, არც ესმელი აქვს და ფიქრობს, რომ ხო, ნუ არა უშავს, ახლა ამ კარმაში არ მოხდა ჩემი რეალიზაცია, აი მომავალში დავიბადები რაღაც უკეთესი კარმით, ნუ რაღაც მაღალ კასტაში ვიქნები ან დაბალ კასტაში ვიქნები. ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად, რასაც მე ვყვები, ამით ხო გადატვირთულია ჩვენი გონება. აი ძალიან გთხოვთ რა თითოეულმა თქვენს გონებაში ჩაიხედეთ ახლა. ადამიანი მუდმივად ამბობს ესეთ რამეს, რომ ჯანდაბას დღეს თუ არაფერი არ არის, ეხლა თუ არაფერი არ არის, ხვალ იქნება, ზეგ იქნება, ვიღაცა ფიქრობს, რომ კარგად უნდა ილოცოს ამისთვის, ვიღაცა ფიქრობს, რომ კარგი მედიტაციები, ვიღაცა იქ იოგაზე დადის, ვიღაცა რაღაცა, ნუ კაბალას სწავლობს, ვიღაცა რაღაც სექტაში ერთიანდება. ხო, ანუ ადამიანი გამოსავალს ეძებს, რა მნიშვნელობა აქვს აიწევა, ვიღაც ფსიქოლოგიას სწავლობს, ხო? უბრალოდ გიდგება წუთი ადამიანს ცხოვრებაში, ხა ძალიან კარგია ეს წუთი შედარებით ახალგაზრდა ასაკში თუ დადგა, მაგრამ ნუ მთავარია რომ ოდესღაც დადგეს. ეს წუთი, როდესაც ხვდები ადამიანი, რომ რაღაც რიგზე ვერ არის ჩვენს გონებაში. გესმით? ანუ სამყარო კი არ არის თავისთავად ესეთი მიუღებელი და ესეთი ცუდი და ესეთი რაღაცა ქაოსური და ასე შემდეგ. რაღაც რიგზე შეიძლება ვერ იყოს ჩემს აზროვნებაში. აი ეს წუთი თუ დაიჭირეთ, ეს წამი თუ დაიჭირეთ თქვენს გონებაში, ჩათვალეთ, რომ უკვე დადექით რაღაც გზაზე, რომელიც თქვენ აუცილებლად გაგიყვანთ, მაგრამ აი ეს არის ყველაზე რთულად რასაც აღიარებს რეალურად ადამიანი უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან. გესმით? ძალიან მარტივია გადააბრალო ცხოვრება ღმერთს, დედას, მამას, მამაოს, ავტორიტეტებს, გურუს, ამ რელიგიას, იმ რელიგიას, ხო? ხშირად მაძიებელი ადამიანი რომ შემხვედრია ერთი რელიგიიდან გამოდის მეორეში შედის, მეკიდან გამოდის, მე რაღაც ახალ სექტაში შედის, მე ფიქრობს რომ თვითონ შექმნას რაღაც, ხო? ანუ ადამიანი ეძებს და საბოლოო ჯამში ხვდები რომ აი სწორედ აი ეს პროგრამას ვერ ცილდება ადამიანი. ადამიანი თავისი განპირობებული გონებით რა. აი ეს თუ გააცნობიერეთ რომ გონება განპირობებულია, გონება გადავსებულია და სწორედ თქვენი გონება ყველა ილუზიის დედა და ყველა ილუზიის თავი და თავი, აი ეს მომენტი თუ გააცნობიერეთ, ამ დროს უკვე დიდი შანსია, რომ თქვენმა ცნობიერებამ გამოღვიძება დაიწყოს, მხოლოდ და მხოლოდ თქვენმა ცნობიერებამ. გარედან ვერასოდეს ვერავინ ვერ დაგეხმარებათ. ამიტომ ვამბობ ხოლმე ხშირად, როდესაც ვსაუბრობ ლექციებზე, რომ მოდით აი ეს 1 საათი რაც ერთად ვართ, აი მოდი დავივიწყოთ, რომ რამე ვიცით, რამე წაგვიკითხავს, გვასწავლეს დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ხო, ავტორიტეტები, რელიგია, მთელი ეს იდენტობები,
ფილოსოფიური სკოლები გნებავთ, ფსიქოლოგიური სკოლები, აი ყველაფერი აბსოლუტურად გადავდოთ გვერდზე და შევხედოთ რა ხდება ჩვენ ცხოვრებაში რეალურად. იმიტომ რომ ყოველი პასუხი ნებისმიერ გნებავთ თქვენმა ცნობიერმა რომ ახალი ტიპის შეკითხვა დასვას. აი თუნდაც გამოგვიძებულმა ცნობიერებამ და იქ ძალიან ბევრი შეკითხვები ჩნდება ახლა, ვისაც ეს პროცესი დაწყებული გაქვთ, უკვე ახალს იმისთვის არაფერს არ ვამბობ. გამოგვიძებულ ცნობიერებაში ჩნდება ძალიან ბევრი შეკითხვები და აი ამ შეკითხვის დროსაც კი თუ დააკვირდებით, პასუხი მომენტალურად მოდის გამზადებული ისევ თქვენს გონებაში. ანუ ისევ და ისევ მივდივართ მეხსიერების საწყობთან, სადაც არის გადასროლილი ცოდნა, სტერეოტიპები, გამოცდილება, განათლების სისტემა და ყველაფერი. და ძალიან რთულია, იცით, აი მას წინათ ერთმა მომწერა, რომ როდესაც ვხვდები, რომ უნდა დავანგრიო ყველაფერი, ძალიან დიდი შიში მიპყრობსო, ძალიან რთულია. როცა შენ გზდიან ამდენი წელი ესე, რომ შენ ხარ ქართველი, შენ ხარ ქრისტიანი, შენი წინაპრები, დიდი წინაპრები იქ, წმინდანები იქ, მეფეები, ხო, გმირები, ეს იდეალები, ბავშვობიდან რო იდება და იდება ჩვენს გონებაში და უცებ ხვდები და უცებ ვიღაც გეუბნება, ну, ესეთი ადამიანი გეუბნება, რომ მოდი იცი, აი ეს ყველაფერი გვერდზე გაწიე, ხლა, ნუ გექნება იდენტობა, ნურს ქართულობასთან, ნურს ქრისტიანობასთან, ნურს ბუდიზმთან, ნურს რა ვიცი, იუდაიზმთან, ყველაფერი გაწიე გვერდზე და უბრალოდ გააცნობიერე, რომ შენ ხარ ადამიანი და შენ მეტი არაფერი არ იცი აბსოლუტურად. აი აქ ჩდება ბუნებრივია ძალიან დიდი შიში, იმიტომ რომ პირველი შიში ეს არის ადამიანი ფიქრობს, რომ ის დაპირისპირებული აღმოჩნდება სოციუმთან და სოციუმი რა არის რეალურად? სოციუმი ისეთივე დაავადებულია, როგორც ათითაოთ ჩვენ ყველა. ცალკეულად დაავადებული ადამიანებისგან შედგება სოციუმი. ჩვენ ვართ ყველა დაავადებული ადამიანები. ანუ სანამ ჩვენ არასრულფასოვანი ცნობიერების ადამიანები ვართ, სანამ ჩვენი ცნობიერება მოქმედებს ძალიან შეზღუდულობის ჩარჩოებში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დაავადებული ადამიანები და განკურნებული ადამიანი ეს არის გამთლიანებული ადამიანი უბრალოდ, ხო? და მე მგონი ამას ყველავთან ხვდებით, რომ ჩვენ არავის არ გვაქვს აბსოლუტური ცნობიერება და აბსოლუტური ცნობიერების არ ქონა ნიშნავს, რომ რაღაც მრავალი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, რაზეც მე წარმოდგენა არ მაქვს. ანუ თვითონ ჩემი გონება, ანუ არაცნობიერი, რომელიც მართავს ადამიანს და როგორც იუნგი ამბობდა, არაცნობიერი სანამ მართავს ადამიანს გონია, რომ მის ცხოვრებაში მოქმედებს ბედისწერა. და აი ამ ბედისწერას ხშირად ადამიანი ღმერთის ნებას ეძახის და თუ ეს ძალიან ტრაგიკულია, ღმერთის დაშვებას ეძახის, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ისეთი უცნაურია, ხო, მორწმუნე ადამიანი ცდილობს ღმერთი გაამართლოს ხოლმე, ხო? მე არ ვიცი რეალურად ღმერთს რაში ჭირდება ადამიანის ან გამართლება, ან გამტყუნება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ღმერთის სახელით ქადაგებენ, მათ ძალიან უყვართ ხოლმე ესეთი გამამართლებელი და კიდე ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წარმოდგენა არ აქვს ღმერთი რა არის. ჩვენ რომ ოდნავ მაინც ვაცნობიერებდეთ რა არის ეს რაღაცა, ის რაც დროისა და სივრცის მიღმაა და საერთოდ ამ შეზღუდული ცნობიერების მიღმაა და აბსოლუტური არსებობაა, ну ძალიან სასაცილოა ამ ფონზე, რომ ადამიანი ცდილობს ღმერთი დაიცვას, ღმერთი გაამართლოს, ღმერთის სახელის გამო ვიღაცას ეომოს, ვიღაცას თავი გაუტეხოს, ვიღაცას უკადაგოს, რომ აი შენ იცოდე წახვალ ჯოჯოხეთში, ну რაღაცა მოდი აზე და ასე შემდეგ, ხო? აი ეს კიდე მეტყველებს იმაზე, რომ რამდენად აბსოლუტურად საკუთარი თავის არ გვესმის. აბსოლუტურად გარკვეული არ ვართ, რა ხდება ჩვენს გონებაში. აი ერთი გონება აბარია ადამიანს, ხო? გონება, რომელიც მუდამ თქვენთან არის, გონება, რომელიც მუდმივად ჩართულია თვით სიზმარშიც კი, რაღაც დონემდე ჩართულია თქვენი სიზმრები, მაგას მეტყველებს, ხო? ცნობიერება ეშვება ღრმად თავის რაღაცა არაცნობიერ სივრცეებში და ნუ რაში ნარსები ამოაქეხლა კაცმა არ იცის, მაგრამ ზოგადად ეს მეორე თემაა, ხო? ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს ზოგადად გარკვეული არ აქვს, ვინ არის და რისგან შედგება თვითონ. და ეხლა ისმება სერიოზული კითხვა და მე მინდა რომ ეს შეკითხვა თქვენ ყველამ თქვენ თავს დაუსვათ. თუ კი არ გესმით რეალურად ვინ ხართ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის თავიდან ბოლომდე თქვენი ფსიქიკური ექსისტენცია, ანუ აზროვნების პროცესი. აი ეს 10,000-ობით ფიქრი, რაც ადამიანის გონებაშია. და ეხლა და ის შეუცნობელი სივრცე, რაც ადამიანის არაცნობიერშია. ეხლა იბადება კითხვა. შესაძლებელია თუ არა, აი ამ მდგომარეობით ადამიანმა იცოდეს რეალურად რა სურს მას ცხოვრებაში. აი გამოკვეთილი კონდეს საკუთარი რეალური სურვილები,
რეალური და რეალობა, ობიექტური რეალობა. ის კი არა გონება სორტირებას რო უკეთებს ახლა რომ აი მწვანე ფერი მინდა, იმიტომ რომ ლამაზია და შავი ფერი არ მინდა, იმიტომ რომ ცუდია, იმიტომ რომ ბავშვობაში ვიღაცამ გითხრათ, რომ იქ შავი სიბნელე, უბედურება, რაღაცა ცოდვა, თეთრი სინათლე სიკაშკაშე ну არის რა ფერია ღმერთი ოქროსფერია თუ თეთრი თუ ვერცხლისფერი თუ კაშკაშებს და არ კაშკაშებს ხო აი აღმოსავლეთსაც აქვს ეს ბარდო თოდულში წერია რომ იქ ესეთი სინათლე შემოვა ცისფერი სინათლე მას არ უნდა გაყო შემოვა აი სინათლე არ უნდა გაყო რომ ხელახალ დაბადებაში არ შემოხვიდეს ძალიან საინტერესო წიგნია ტიბეტური სული გარდაცვალების მერე როგორ მიდის და სულესია და უკვე ესე როგორ არის იცით ამ ტექსტს რო კითხულობ ფიქრობ რომ მოდი ხوار დავაპროგრამო ჩემი გონება რომ გარდაცვალების ჟამს არ გავყვე ლურჯ სინათლეს რომ ხელახლა არ დავიბადო გავყვე რაღაცა ყვითელ სინათლეს გესმით აქაც პროგრამა მიდის ანუ ყველგან პროგრამა გვაქვს აბსოლუტურად დედამიწაზე ხო პროგრამა გვაქვს ნუ აქ კიდე რაღაც ხილულია ხო ეს ბოთლია ეს ტელეფონია და რაღაცას ვხედავ ხო იქაც კი სადაც წარმოდგენა არ აქვს ადამიანს რეალურად რა ხდება იქაც კი პროგრამა აქვს ადამიანს ვის გაყვეს რას გაყვეს ხო აი ქრისტიანები ამბობენ ესეთ რამეს რომ აი ნუ ჩემთვის უთქვიათ ეს პირად საუბარში რომ იცი რა ქენია როდესაც ეს ბოროტი ანგლიზურად მოუყვება და შენცოდებს გქონი უბრალოდ თქვია აი მაპატიეთ ესე გადი ახლა ესე იპროგრამებ თავს რომ აი რომ გარდავიცვლები მოდი ხა მოვაწყო ცნობიერება ის რომ ჩემმა ცნობიერებამ ისაუბროს აი ესე მაპატიეთ რომ ნუ სადღაც ამდნიო ჯოჯოხეთს გავწდე რა ხდებით ჩვენ ცხოვრობთ ჩვენი შეზღუდული ცნობიერებაში ჩაკეტილები შემოყვავს აქ ღმერთიც ჯოჯოხეთიც სამოთხეც მთელი მიღმა სამყარო მთელი ეს რაღაცა არსებები რომელიც კაცს არ უნახავს უბრალოდ ეს ანგელოზები თუ ქერუბიმები თუ სერაფიმები რას დაიწერა ხო ვიღაცა მიხილა დაწერა ნუ ის შერაცხესი წმინდანად და გადაწყდა რომ всё აი ესე აი ღმერთი ზის უკან ქერუბიმები სერაფიმები ახლა უბრალოდ არ მინდა რელიგიურმა ადამიანებმა თავის შეურაცხყოფილას იგრძნონ ჩემი საუბრით მე მინდა რომ უბრალოდ დავფიქრდეთ ამ ყველაფერში შესაძლებელია თუ არა ჩვენი გონებით განსაზღვროს აი ესეთი შეზღუდული ცნობიერებით განსაზღვროს ადამიანმა რა შეიძლება იყოს თუნდაც სიკვდილის მერე და შეკითხვა მეორე შესაძლებელია თუ არა ადამიანი რომელიც განიცდის ღმერთს თავიდან ბოლომდე საკუთარ თავში დაჯდეს და ეს დაწეროს და გადმოსცეს სიტყვებით არ ვიცი ამაზე პასუხს მე არ მოგცემთ თქვენ თვითონ იფიქრეთ შესაძლებელია თუ არა ის რაც აღუწერელი მიუწვდომელი განუზომელი ყველაფრის მიღმა ეს განიცადო ნიშნავს თავად გახდე აი ეს მდგომარეობა და შემდეგ დაждდე და სიტყვებით და აზრებით და როგორც წესი მაგ დროს აზრები აღარ არის როგორ ეს ყველაფერი დაწერო გადმოსცე ისე რომ ადამიანებმა ეს ყველაფერი წაიკითხონ და განიცადონ ხო აი მე ხშირად მიწერენ ხოლმე როდესაც ვსაუბრობ გაცნობიერების პროცესში აი შემოსულ ჰარმონიაზე ეს რეალურია ეს მეც განმისდია ჩემს ცხოვრებაში ეს რეალურია ყოველი ახალი გაცნობიერებული დეტალი მორიგს იმშვიდეს ბადებს თქვენს იმიტომ რომ რაღაცისგან თავისუფლდებით ანუ ადამიანი არის ესეთი გადავსებული არსება რომელიც თავისი ბუნებრივი მდგომარეობით არის უფრო ესეთი სიხარულით სავსე სიყვარულით სავსე ხო როგორიც ბავშვია მაგრამ როგორც კი შემოდის ჩვენ ცხოვრებაში ანუ გამოვდივართ ბავშვობიდან იწყება გადავსება ჩვენი გონების ეს შეიძლება ის არ შეიძლება ის ამას იტყვის ბებია შენი ამას იტყვის შენი დეიდა ამას იტყვის მეზობელი მასწავლებელი სირცხვილია შენი კლასელის დედა შენი მეგობრის მამა და აი ეს არ ვიცი გიფიქრიათ თუ არა ნაბიჯ ესე როგორ დაგვიავადეს გონება ადამიანებმა რომლებაც აუგზარდეს და ჩვენ როგორ ვაავადებთ ახლა საკუთარ შვილებს აი ამ უაზრო ინფორმაციებით ეს ძალიან საინტერესო თემაა, რაზეც ვსაუბრობ და მე მინდა რომ სახში რო წახვალ და ამაზე იფიქროთ დამოუკიდებლად, იმიტომ რომ მხოლოდ თქვენ იცით რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. და თუ ვერ განსაზღვრავთ რომ ღმერთის ნება მოქმედებს თუ არ მოქმედებს და საერთოდ რთულია ხო პასუხი გასცე რაც ღმერთს შეეხება იმას მაინც მიხვდებით რომ აი აქ ამ არეულ გონებაში ამ დაულაგებელ გონებაში შეუძლებელია რაიმე ჭეშმარიტებაზე იყოს საუბარი ბოლოს დიახ რომ მოვჩები ბოლოს და ისმება ესეთი კითხვა მაშინ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ხო ანუ
ღმერთის ნება არ ვიცით რა არის და რეალურად არ ვიცით რა არის. ხო მე ხა 1000 რამეს შემიძლია დავარქვა ღმერთის ნება. მე შემიძლია საკუთარი სიღრმეებიდან წამოსულ ხმას დავარქვა ხმა ღვთისა. ხო? და ადამიანები ესე იქცეოდნენ, სხვათა შორის ესე იქცეოდნენ ძველი ეგვიპტელები სამისნოში, როდესაც შევიდოდნენ ხოლმე და ელოდებოდნენ იქ ზევსი და შეიძლება აი ამ ერთი პასუხით ომიც კი დაწყებულიყო რა, იმიტომ რომ დაუშვათ ესენი იყვნენ ავტორიტეტები, სასულიერო პირები, რომლებიც ითვლებოდა, რომ პირდაპირ კავშირი ჰქონდათ ამ რაღაცა ღვთაებრივ პანთეონთან, ეს ქურუმები და მთელი იმპერატორები, მონარქები, მაღალი წრის ადამიანები, რომლებიც წყვიტავდნენ ათასობით ადამიანის ბედს, იზიარებდნენ ამ ყველაფერს და იცით ხო ისტორიიდან, აი დიდი ომების წინ იყო ხოლმე აი წარმართულ ეპოქაში, რომ აი ხა შევიდოდა და რაღაცას იტყოდა და ბოლოს პასუხი მიიღო იქიდან იუპიტერისგან თუ ზევსისგან და გაჩაღდებოდა რაღაც ომი და ადამიანს ღრმად ჯეროდა, რომ ეს ომი შუქი თუ შეიძლება რა ნამდვილად დასაწყები იყო, იმიტომ რომ იქ იუპიტერი დაეხმარებოდა, იქ შუქი ანთეთ. იქ ზევსი დაეხმარებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს რაც დღეს ხდება, ეს აშკარად ახალი არ არის დედამიწაზე. ხო შემდგომში უკვე სხვა რელიგიები, უფრო სერიოზული დოქტრინებით, ხო, ქრისტიანობა, იქით უფრო ძველი ბუდიზმი, ინდუიზმი, შემდგომში ისლამის სხვადასხვა რელიგიები და ყველა დიდი ომის წინ მაგალითად იყო კურთხევა ჯარისკაცების ხო იყო დალოცვა ჯარისკაცების იქ ისლამი თავის ჯარისკაცებს ხო ლოცავდა ქრისტიანი მოძღვარი თავის ჯარისკაცებს ლოცავდა და ყველა თვლიდა რომ მისი ომი ეს იყო საღვთო ომი ღვთის ნებით გაჩაღებული ომი ამას რატო გიყვებით ხა ეს გადახვევა რატო გავაკეთე იცით რომ აი ესეთ მარაზმამდე მიდის ხშირად ადამიანის ბრმარწმენა რომ ის ღმერთის ნებით მოქმედებს და როდესაც ესეთი ადამიანი მე ამ ომში კრახით ამთავრებს ვიღაცა კვდება ვიღაცას იქ შვილი რჩება რაღაცა ხშირად არის რომ ძალიან ბევრი ადამიანი კვდებოდა ესეთ ომში სახი ჩრდებოდა მე იწყება სწორედ ესეთი პასუხები და პროტესტები ღმერთთან რომ აი რატომ ეს ხომ შენი დაუშვი რატომ გამოუშვი საინტერესოა რა ომები რომლებიც ადამიანებს შორის ხდებოდა ღმერთის ნებით და დაშვებით ხდებოდა ეს ყველაფერი თუ ადამიანის აი ამ გაუცნობიერებელი გონებით და გაუცნობიერებელი ფსიქიკით ხდებოდა ადამიანი რომელიც მუდმივად რაღაცას ისაკუთრებს დედამიწაზე ადამიანი რომელსაც მუდმივი იდენტობები აქვს თუ იდეებთან თუ იდეალებთან თუ ნივთებთან მიწებთან სახელმწიფოებთან ხო ანუ მონარქი უფრო პრესტიჟული იყო, რაც უფრო დიდ სახელმწიფოს ფლობდა, რაც უფრო მეტი ქვეშევრდომები ყავდა, დამონებული ყავდა და ესეც არიან, ხო, ისტორიაში შესულები ალექსანდრე მაკედონელი უდიდესი მხედართავარი, კეისარი უდიდესი მხედართავარი, ხო? ნუ ალექსანდრე მაკედონელმა მაინც ლამის ნახევარი პლანეტა დაიპყრო იმ პერიოდში, ხო? დღემდე ეს ადამიანები იდეალები არიან, თან ნახეთ როგორი მასწავლებელი ყავდა ალექსანდრე მაკედონელს, არისტოტელე ფილოსოფოსი მოაზროვნე უდიდესი და საინტერესო ცნობებია სხვათა შორის რომ ბარბაროსებთან მიმართებაში ამბობენ ალექსანდრე უფრო ჰუმანისტი იყო ვიდრე არისტოტელე რომელიც ამბობდა რომ ბარბაროსები არ უნდა დაინდო და ალექსანდრე იყო გაცილებით ჰუმანური ადამიანი რომელსაც არ უყვარდა ეს გაუაზრებელი ხოცვა-ჟლეტა აი ესეთი სამეფო ოჯახის წევრების და უფრო ჰუმანური იყო. აი ეს წეღან რო ვთქვი, თუნდაც ამ ძალიან განვითარებულ ადამიანზე არისტოტელე ხა თუ ვინმე იყო და აზროვნებდა, მით უმეტეს იმ ეპოქაში არისტოტელე აზროვნებდა, ხო? ასევე პლატონის სხვათა შორის თავისი სახელმწიფოთი, აი თუ წაიკითხავთ, როგორია ხო პლატონის მოწყობა სახელმწიფოს, იქ მონები აუცილებლად უნდა არსებობდნენ, იქ დაყოფა აუცილებლად უნდა იყოს. ანუ რისი თქმა მინდა პლატონი ხო რეალურად უდიდესი მოაზროვნე იყო. მით უმეტეს იმ ეპოქაში წარმოიდგინეთ დღესაც რო აქტუალურია გნებავთ არისტოტელე. ანუ რაღაც მუდმივი არასრულფასოვნება, რომელიც ადამიანს თან დაყვება და ჩვენ დღეს იდეალებს ვქნით მათგან, ხო, პლატონისგან, არისტოტელისგან, ჰაიდეგერი მაგალითად, რომელიც უდიდეს მოაზროვნე და ექსისტენციალისტი იცით თქვენ და ჰაიდეგერი ცნობილია თავისი ნაციზმთან ესეთი დამოკიდებულება
მაშინ როცა მარტინ ბუბერი საერთოდ წავიდა გერმანიიდან, მაშინ როდესაც მთელი ფრანკფურტის სკოლა და მთელი ფსიქოანალიტიკური სკოლა წავიდა გერმანიიდან, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო მათი იქ ცხოვრება, ანუ ძირთად ებრაელები იყვნენ, ხო, ფროიდიდან დაწყებული. ძალიან საინტერესო მომენტია, აი წარმოიდგინეთ ამ მასშტაბის ადამიანებსაც კი, რომ ესეთი იდენტობები გააჩნდათ, რომ რაღაცებთან ლოიალურები იყვნენ, რომ უშვებდნენ ადამიანების ხოცვას, უშვებდნენ, რომ იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო, რომელიც აუცილებლად უნდა მოემსახუროს ვიღაც მაღალი წრის ადამიანს. შემდგომში უკვე ქრისტიანული ეპოქა, მონარქისტული წყობა, იცით თქვენ ეკლესია მუდმივად ამბობდა, რომ მეფე ეს ღვთისგან არის და მონებო დაემორჩილეთ ბატონებს, პავლე მოციქულის სიტყვები, მე არ ვიგონებ ახლა არაფერს, ხო? ძალიან საინტერესო მომენტია, უბრალოდ მე არავის არ გამჭიხად, არავის არ ვეწინააღმდეგები, მე მინდა ამაზე იფიქროთ უბრალოდ, როდესაც იდეალებზე და ავტორიტეტებზე მიდის საუბარი, შეიძლება თუ არა ადამიანი, რომელსაც ფიქრში შეუძლია დაყოს ვინმე, რაც არ უნდა განვითარებული და მრავალი წიგნი წაკითხული და ეს ინტელექტუალურად ძალიან განათლებული ადამიანი იყოს, შეიძლება თუ არა ის მივიჩნიოთ ავტორიტეტად. აი უბრალოდ ამაზე იფიქრეთ და მე მინდა რომ აი არჩევანი თქვენ თვითონ გააკეთოთ თქვენს ცხოვრებაში და ესეც იქნება რეალურად რა. აი ანუ თქვენ თვითონ განსაზღვრეთ რას ირჩევთ, ადამიანად ყოფნას ირჩევთ, რომელიც ჰარმონიული უნდა იყოს დანარჩენ სამყაროსთან, ადამიანი, რომელიც აცნობიერებს, რომ ყოველგვარი დაყოფა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტის და რაღაცა წინააღმდეგობის მომტანი და საბოლოო ჯამში ეს კვლავ ადამიანს ანადგურებს, თუ ირჩევთ იყოთ ან გმირი, ან წმინდანი, ან დიდი ქართველი, დიდი ფრანგი, დიდი გმირი, დიდი პოლიტიკოსი, დიდი რა ვიცი სასულიერო პირი. ხო საინტერესო მომენტია, დაუსვით ეს შეკითხვა საკუთარ თავს. ოღონდ პასუხს მომენტალურად ისევ გეტყვით, თქვენი არაცნობიერი მომენტალურად პასუხს მოგცემთ იმ თქვენი გადავსებული სივრციდან და ცოტა ხანი ესე ნოუპასუხებთ რა. ნებისმიერ შეკითხვას, რასაც დასვავთ და გამზადებული პასუხი წამოვა, დაეჭვდით, რომ ყველას რაღაც იდენტობა აქვს, ყველა რაღაცაში არ გეთანხმება, 90-ში გეთანხმება, მაგრამ 10-ში აღარ გეთანხმება, იმიტომ რომ იქ თავის იდენტობაა. გესმით რა ხდება, ჩვენ რეალურად ვერ ველევით ამ იდეებს, რაც გონებაში გვაქვს. ვერ ველევით ამ ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს, ამ ტრადიციულ აზროვნებას, ვერ ვერევით და მერე გვიკვირს, რატომ არაფერი არ იცვლება ჩვენს ცხოვრებაში, რატომ არის ყოველი დღე ისევ ქაოსური, რატომ შობს ყოველი კონფლიქტი ახალ კონფლიქტს, რატომ ამხელა მსოფლიო ომების მერე ისევ ჩნდება საფრთხე გაუაზრებელი, რომ კვლავ უზარმაზარ ომში იყოს ჩათრეული დედამიწა. რა ვიცი, მე მგონია, რომ აი ამ შეკითხვებს თუ დასვავ ადამიანი და ფიქრ დაიწყებ, ანუ პასუხს კი ნუ დაელოდები თქვენი არაცნობიერი რას მოგაწვდით, არაცნობიერში ჩაიხედეთ, აბა რას გამოუშვებს, ის გამოუშვებს იმას, რაც მის საწყობშია, გესმით, ახალს თქვენი არაცნობიერი თქვენ ვერაფერს ვერ მოგცემთ და გინდა ეხლა ღმერთის ნება დაუძახეთ, გინდა ეშმაკის ნება, გინდა ვარსკვლავები, გინდა ასტროლოგია, გინდა ვენერა და გინდა მარსი, სახელებს ამ ყველაფერთან რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ვიღაცას არ წამს რელიგიის, მაგრამ ჯერა აგერ ასტროლოგიის და პირდაპირ მიაჩნია, რომ ესეთი იმიტომ არის, რომ არის ქალწული, ან ვერძი, ან ლომი და პირდაპირ გიმტკიცებს, რომ აი წაიკითხე, ნახე, მარტო მე კი არ ვარ ესეთი, ყველა ვერძი ესეთია. ესეც ადამიანის არჩევანია, გესმით? მაგრამ აი მე რო გადის დრო და არაფერი იცვლება და აღარც ეს ვერძობა გეხმარება არაფერში და ეს სხეულის ნელ-ნელა ბერდება, ავადმყოფობა, რომელიც მოდის და ხშირად იცით რომ ესეთი დამძიმებული ფსიქიკა უკვე ცალსახად უკვე სომატურ დაავადებებს იწვევს, თუმცა ხშირად ამასაც ვერ ვაჯერებ ადამიანებს და ისეთ რაღაცებზე გეკამათებიან ხოლმე რომ საერთოდ ფიქრობ რომ ამბანიდან ხო არ უნდა დაიწყოს ნეტაკაცობრიობამ საერთოდ სწავლა და აზროვნება. და საბოლოო ჯამში ერთადერთ დასკვნამდე მიდიხარ, რომ არაფერი არ დასრულდება დედამიწაზე, არაფერი არ დასრულდება ამ პროგრამით, რა პროგრამაც ადამიანებს გონებაში უდევთ, ყოველი თაობა ჩაებმება ახალ კონკურენციაში. ყოველი თაობა აუცილებლად გააკრიტიკებს წინა თაობას, ყოველი ახალი რელიგია გააკრიტიკებს წინა რელიგიას, ახალი ფილოსოფიური სკოლა გააკრიტიკებს წინას, ფსიქოლოგიურიც ასევე, მაგრამ საბოლოო ჯამში შემდეგ თვითონაც დააწესებს იგივე დოგმებს,
ტრადიციებს, წესებს და მაინც დაიწყებს ამ ყველაფრის თაყვანისცემას. ანუ როგორც ამბობენ დედამიწაზე არაფერი ახალი არ ხდება და არაფერი ახალი არ ხდება ამ ცის ქვეშეთში და ხვდებით რომ დედამიწაც არაფერ შუაშია, არც გაზაფხული და ზაფხული არ არის არაფერ შუაში, ყველაფერი არის ადამიანის გონება. გონება, რომელმაც თავისი პროგრამით ზუსტად იცის რა არის მისთვის, იმიტომ რომ ეს ესე გაზარდეს, მე არ მოდის ცხოვრებაში ეს და იწყება რა? მიუღებლობა. საკუთარი თავის მიუღებლობის მიზეზი რა არის როგორ გონიათ? რატომ არ გავხდი ეს, როცა ამის ნიჭი მქონდა, რატომ არ გავხდი ის, როცა ამის ნიჭი მქონდა და რატომ არ ვქენი ან არ მომეხმარენ ან რაღაც ხო იქ ვიღაცას ყავდა, მე არ მყავდა და ასე შემდეგ. აი ეს არის მიუღებლობა საკუთარი თავის. და როცა შეეკითხებ, ამ დროს დაუსვით შეკითხვა თქვენ თავს, რატომ უნდა გამხდარიყავი ის ვიღაც სხვა? შენ ხო რეალურად გახდი ეს ვინც გახდი, შენ ხო ესეც გახდი რეალურად. ბავშვობაში ესეთი ხო არ იყავი, მეორე წელს ესეთი არ იყავი, მესამე წელს ესეთი არ იყავი. ანუ იარა შენმა ცხოვრებამ, იარა აი შენმა ფიქრებმა, შენმა გონებამ, შენმა პროგრამამ, შენმა განპირობებულმა გონებამ, იარა და აი ხარ ის დღეს ვინც ხარ. გესმის? აი ეს არის ყველაზე მთავარი მიღება საკუთარი თავის. აი ეს არის რეალობა. და მამრდაშვილის გენიალური ფრაზა რა. ადამიანი თავად უნდა დაუზავდეს საკუთარ თავს, ოღონ ამისთვის ჯერ ომი უნდა გამოუცხადოს მას და ომის გამოცხადება რას ნიშნავს როგორ გონიათ? ბრძოლა საკუთარ თავთან. ომის გამოცხადება ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერება ყველა იმ მომენტის, რაც თქვენს გონებაში, აი აქამდე კონკრეტულ ასაკში ხა განსხვავებული ასაკის ადამიანები ხართ. აი ამ წუთამდე რაც ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, ჩათვალეთ, რომ ნაბიჯ გაქვთ ყველაფერი გასაცნობიერებელი. აი ნაბიჯ ისე რომ არც ერთი კუთხე კონტროლი არ უნდა დარჩეს თქვენს მეხსიერებაში გაუცნობიერებელი. თორე სხვანაირად უბრალოდ არაფერი არ შეიცვლება, თორე რა თქმა უნდა არჩევანი ისევ თქვენია. ისევ დარჩება ადამიანი, მე გაიქცევა ეკლესიაში შეეკითხება მამაოს, რომელიც ასევე თავის ქაოსურ აზრებშია ჩაკეტილი, მაგრამ რატომღაც მას გონია რომ მან ბევრი იცის, ან გაიქცევა ფსიქოლოგს შეეკითხება, გაიქცევა ვიღაცა გურუს შეეკითხება, ვიღაცა თავის ავტორიტეტს შეეკითხება, ხო? ვიღაცა ფიქრობს რომ დედამისმა იცის ყველაფერი, ბებიამისმა, ვიღაც ფილოსოფოსმა, ვიღაც ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა და ადამიანი ყველგან ეძებს პასუხებს გარდა საკუთარი გონებისა. ერთადერთი რაც არის ყველაზე ნაღდი, ყველაზე რეალური ადამიანის ცხოვრებაში არის ის, რაც მოცემულ წუთში ხდება. გესმით? აი, ერთი წამით ახლა უფრო კარგად რო ავხსნათ რა. აი, ერთი წამით რომ არ არსებობდეს შეფასების კრიტერიუმი, კარგი და ცუდი. თქვენ ხომ პრეტენზია რეალობასთან არ გექნებათ არასოდეს, ხო? აი, თქვენ მიდიხართ ახლა და არის ტალახი, ну ძალიან ისეთი პრიმიტიული მაგალითები მივიდანოთ. თქვენ რომ არ იცოდეთ რომ ეს ტალახია, თქვენ რომ მე არ გითხრეს სახში რომ ტალახში არ დაისვარო, თორე ну ის რა სიტყვის, ეს რა სიტყვის სირცხვილია, ხო? საიდან მოდიხარ, მოთხუპნული, დაუბანელი. ჩვეულებრივად გაივლით იმ ტალახში წახვალთ და ერთი წამით არ შეჩერდება თქვენი გონება ამ ტალახზე. ეხლა ეს ძალიან პრიმიტიული მაგალითი მოვიტანე. ეხლა ეს გადაიტანეთ თქვენს ყოველდღიურობაში. თქვენ გხვდებათ უამრავი ადამიანი ცხოვრებაში, საპირისპირო სქესის გნებავთ, ხო? სასიყვარულო ურთიერთობებში, მაგრამ ვერავის ვერ იღებთ, ვერავისთან ვერ იწყებთ, მეგობრობას ვერ იწყებთ ვერავისთან. რატომ? იმიტომ რომ აი აქ პროგრამაა, რომელიც გეუბნება, რომ შეხედი, არა ესეთი არ უნდა იყოს, ჩემი ოცნების თუ ვიღაცის თუ რაღაცის მამაკაცი თუ ქალი უნდა იყოს აი ესეთი. ეს ის არ არის, ადამიანის ჯერ საერთოდ ორი სიტყვა არა აქვს გაგებული მეორე ადამიანზე, შეხედავს და იტყვის, არა ეს ის არ არის. და всё, გაიარა და წავიდა. ადამიანმა გამოტოვა აი ფასდაუდებელი წუთები, რომ შეეცნო ვიღაც ახალი ადამიანი და ყოველი ახალი ადამიანი ახალი სამყაროა და ძალიან საინტერესოა და ვერ შეიცნო და ვერ დაინახა მხოლოდ იმიტომ საკუთარმა გონებამ არ მისცა ამის საშუალება ნიმუში, რასაც ვეწირებით ყველა აბსოლუტურად დედამიწაზე. ნიმუში. გესმით? და მე როდესაც ღრმად იწყებ ფიქრს ადამიანი, მე ხვდები რომ რეალურად შენ ხარ შემოქმედი აბსოლუტურად შენი ცხოვრების.
იმიტომ რომ ფიქრები, რომელიც ქმნის შენ ცხოვრებას, რეალურად ხშირად ეს გაუცნობიერებელი ფიქრებია და შენ თუ ვერასოდეს ვერ გააცნობიერებ ამ ფიქრებს, ის მუდმივად დარჩება გაუცნობიერებლად, მაგრამ რეალობას ამით რა დააკლდება? რეალობა არის ის, რომ თქვენში არის გაუცნობიერებელი ფიქრები, რომელმაც თქვენ მოგიყვანათ ამ მდგომარეობამდე, ჩამოყალიბა თქვენი ხასიეთი, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ამაზე. რეალობა არის ის, რომ არის რაღაც შეუცნობელი, მაგრამ აი თქვენ უკვე თქვენი ილუზიური რეალობით ხართ ჩაჭიდებული სწორედ აი ამ რაღაც ღმერთის ნება, ღმერთის დაშვება და აქ საინტერესოა, რომ ადამიანის ნებელობის გამოღვიძება ყოფილა სწორედ ადამიანის ამ ცნობიერების გამოღვიძება, იმიტომ რომ როგორ გონიათ ახლა ნებელობა გამოღვიძებული ადამიანი ოდესმე საკუთარ თავს რამეს დაუშავებს? და მძინარე ადამიანი რეალურად ვის აზარალებს საკუთარ თავს, ადამიანის სინამდვილეში ვის აზარალებს? საბოლოო ჯამში საკუთარ თავს აზარალებს. თქვენ შეიძლება 5 წუთიანი, 10 წუთიანი, 9 საათიანი კმაყოფილება განიცადოთ იმით, რომ ვიღაცა შევწყობა მიეყენეთ, დაამცირეთ, ან მოუგეთ, გაიმარჯვეთ მასზე რაღაცა შეჯიბრში, მაგრამ მიდიხართ სახლში და ხვდებით, რომ ისევ სიცარიელეში ცხოვრობთ რეალურად, აი ამ მწვერვალმა არაფერი არ მოგიტანათ და იწყება ახლა ესეთი აღიარებული ჭეშმარიტება, რომ თურმე ბედნიერება ყოფილა რბოლაში რა, ეს ყოფილა უნდა პროცესი ყოფილა ბედნიერება და ნუ რო ჩერდები ეს ყოფილა უბედურება. ნუ მე არ ვიცი ხა ეს იმათი არჩევანია, ვინც ფიქრობს, რომ ესე უნდა იყოს. მაგრამ რეალურად ბედნიერება ეს არის მდგომარეობა, ეს არის სწორედაც ყოფიერება რა, რომელსაც სულაც არ ჭირდება არც გარედან, არც შიგნიდან, არც სირბილი, არც ასვლა, არც ჩასვლა. ბედნიერი ადამიანი უბრალოდ ყველგან ბედნიერია და ყველა მდგომარეობაში ბედნიერია, ისე როგორც ბავშვი. ბავშვი, რომელიც არაფერზე არ არის დამოკიდებული იმისთვის, რომ იხალისოს და იყოს ბედნიერი, მაშინაც კი მას თუ ატირებენ, წაართმევენ სათამაშოს, ნუ 10 წუთი დიდი მოტრიალდება და ისევ ბედნიერია თავისი სამყაროთ, იმიტომ რომ ბავშვები არ ცხოვრობენ ფრაგმენტულად, ბავშვები ცხოვრობენ აი რა თავისი შესაძლებლობებით, რაც აქვთ გახსნილი სრული ცნობიერებით, თავისი შესაძლებლობით ვიმეორეთ. ბავშვი რასაც აკეთებს, მოცულია ამ ყველაფრით. დიდი ადამიანი ისეა უკვე დაშლილი და დანაწევრებული, რომ ამას ვეღარ ახორციელებს და წავიდეთ ახლა ბოლოში და ვისაუბროთ მერე. მაშასადამე ერთადერთი გამოსავალი ეს არის რეალობის მიღება და მხოლოდ აი ამ რეალობის მიხედვით ცხოვრება. არა ის თუ ეს რატომ არ ვარ ის ვიღაც სხვა, რატომ არ მივაღწია ამას, იმა რომ მიაღწია, მე რატო არ მივაღწია. საკუთარი თავის რეალური მიღება, უბრალოდ მიიღეთ საკუთარი თავი და შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხართ და თუ აქამდე ესეთი არ მოვიდა თქვენი ცხოვრება ისეთი როგორიც იყო, ნუ ეძებთ პასუხებს სადღაც ზეცაში ან ქვესკნელში. დაფიქრებათ მაინც ხო ღირს, იქნებ მე შევქმენი ეს რეალობა. ხო ღირს დაფიქრებათ არა, იქნებ მე შევქმენი ეს რეალობა. ხო ძალიან დიდი ბედნიერებაა ჯანმრთელი გონება რო გაქვს და აზროვნება რო არ შეგიძლია. ძალიან ცოდაა ადამიანი, რომელიც მენტალურად ავადმყოფი იბადება და პრაქტიკულად ვერაფერს ვერ გააცნობიერებს საკუთარ თავში. მას ვერ სხვა დაეხმარება, ვერ თვითონ დაეხმარება და დავტოვოთ ღიათ ახლა ეს საკითხი, როგორ იხსნება ეს მოვლენა. ახლა აღმოსავლეთი თავისებურად ხსნის, დასავლეთი ისევ ამბობს, რომ ღმერთმა დაუშვა, აღმოსავლეთი გეტყვით, რომ კარმა დავანებოთ ცოტა ხანი. აი ამას თავი უბრალოდ აი ჩვენ ვისაც აზროვნება შეგვიძლია. ჩვენ ვისაც შეგვიძლია ცოტათი მაინც რაღაცეები ვაცნობიეროთ საკუთარ თავში. არ არის გაცილებით საინტერესო ის თუ რეალურად მე როგორ ქმნი საკუთარ ცხოვრებას, რეალურად ჩემი ნებელობა რამდენად არის ამ ყველაფერში ჩართული, ვიდრე ის რომ ვიმკითხავ, ეხა ნეტა რა არის ღმერთის ნება. ერთხელ აი არ მავიწყდება ერთმა ბიჭმა მითხრა, დიდხანს იცხოვრა ამ ბიჭმა მონასტერში, ძალიან ცუდად იყო, ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან, ერთად ვცხოვრობდით მაშინ. ხშირად ხვდებოდი ხოლმე და ბოლოს მითხრა, რომ აიცი ვერ გავიგე ღმერთ ჩემგან რა უნდაო. ხვდებით რა ამხელა კომპლექსს ატარებ და ეს ადამიანი რომ თურმე ღმერთს ნდომებია მისგან რაღაც, ანუ მან სიმშვიდე ვერ იპოვა ამ ადამიანმა. ნუ ვერ იპოვა, იმიტომ რომ თავის თავში ქონდა მთელი ეს ქაოსი და ნუ იქ მონასტერში ყველაფერი ისე აკეთა, როგორც ეუბნებოდნენ ილოცა, იმარხულა, ნუ სექსისგან თავისი კავებდა, ყველაფერსგან თავისი კავებდა, ნუ მოგრძალებული იყო, ხო, როგორც ახერხებდა და
ну რა ვიცი რამდენი წლის მერე ვნახე კიდე ეს ბიჭი როდესაც ეს სიტყვები მითხრა დიდი დრო იყო აქედან გასული და ერთადერთი შეკითხვა ქონდა ადამიანს იმის გამო რომ გამოსავალი ვერ იპოვა დასვა ესეთი შეკითხვა ვერ გავიგე ღმერთ ჩემგან რა უნდა ხო ალბათ ძალიან რთულია იმის აღიარება რომ ღმერთ შენგან საერთოდაც არაფერი არ უნდა რა ღმერთმა რა ვიცი თუ ღმერთმა გაგვეჩინა და ალბათ გაგვეჩინა არ მინდა უბრალოდ მტკიცებით ფორმაში ამაზე საუბარი და ის რომ გონება მოგვეცა ეს მე მგონი უკვე ნიშნავს იმას რომ თვითონ გავერკვეთ რა გვინდა ძალიან არასერიოზულია იმის ფიქრი რომ ღმერთს უნდა ადამიანი იყოს უბედური ღმერთს უნდა ადამიანი იტანჯებოდეს ღმერთს უნდა ადამიანმა სიყვარული ვერ იპოვოს ეს ვერ იპოვოს ის ვერ იპოვოს და აბსოლუტურად განწერული ყავდეს საკუთარი ქმნილება ესეთი ქაოსური და უბედური ცხოვრებისთვის და შემდეგ იმის მაგივრად რომ საკუთარ თავში ვეძებოთ გამოსავალი ისევ მას ვაბრალოთ ეს ომები ეს კონფლიქტი ეს შეუმდგარი ცხოვრება მოგვარებელი პირადი ურთიერთობები რა ვიცი მე მგონი ძალიან არასერიოზულია ესეთი ფიქრი მაგრამ ნუ ვისაც ეს უნდა რა თქმა უნდა კვლავ შეუძლია იფიქროს ესე აქ არჩევანში თავისუფალი ადამიანი მაგრამ მე მინდა აი თქვენ ყველამ თვითონ უპასუხოთ ამ შეკითხვას რა რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი საკუთარი ცნობიერება თქვენი საკუთარი გამოღვიძებული ნებელობა სამყაროში თუ აი ის რასაც ჩვენ ვაბრალით უკვე ღმერთის ნება დაგუჩემებია და რა თუთიყუშებებით ვიმეორებთ ამ ყველაფერს თითქოს პასუხისმგებლობა ადვილი არა აკიდო პასუხისმგებლობა იმას რომელიც პასუხს აქცემს არასოდეს და არ გესაუბრება რა თქმა უნდა ძალიან მარტივია მაგრამ მგონია რომ გამოსავალი აქ არ არის გამოსავალი ეს არის მხოლოდ დაინახოთ საკუთარი რეალური ყოფა საკუთარი რეალური მდგომარეობა საკუთარი გონების და შემდეგ მიიღოთ ის რეალობა რომელიც თქვენმა გონებამ შექმნა მოგწონთ თუ არ მოგწონთ მოგწონს თუ არ მოგწონს ეს ჩვენი შექმნილია მე ვარ დღეს ის რაც შეძლო ჩემმა გონებამ და ყოველი თქვენგანი არის ის იმის ნაყოფი რაც თქვენმა გონებამ შეძლო თქვენმა ფსიქიკამ ნუ ძალიან ვრცელია ეს ყველაფერი ხო გადავიდეთ სიტყვა პასუხზე ვატყობ რომ შეკითხვებია ძალიან ბევრი და გავაგრძელოთ ამ თემას